2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მათი სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. ცვლილება ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესებას. დაგეგმილ ცვლილებებზე თბილისში ვეტერინართა დღესთან დაკავშირებულ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს. დამსახურებულ ვეტერინარებსა და სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. ასევე გაიმართა დისკუსია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის. ვეტერინარიის მსოფლიო დღე 2000 წელს დაწესდა. საერთოდ ვეტერინარიის როლი მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების გრადობისთვის, ასევე სასოფლო უსაფრთხოებისთვის. მე მინდა ყველა ვეტერინარს მადლობა გადაუხადო იმ გაწეული შრომისათვის და იმ ღვაწლისთვის, რაც მათ უკეთებიათ და უსურვო წარმატებები მომავალში. დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისში ეროვნული ვეტერინარიის ხელმძღვანელობით კოლეგებისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად. ეს დღე მნიშვნელოვანია. ვეტერინარები არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დაუღალავად იმისათვის, რომ იზრუნონ ცხოველების ჯანმრთელობაზე და არა მარტო. ამიტომაც ჩვენ განვიხილავთ ამ პროფესიას როგორც გლობალურ საჯარო სიკეთეს, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ყოფილ ცხოველთა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ-გარემოს. ასევე ვეტერინარები მონაწილეობენ ინდუსტრიისა და წარმოების განვითარებაში, სურსათის უმრავლობის ძირითადი პრინციპების, ფერმიდან სუფრამდე დაცვაში. მომავალი ვეტერინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ვეტერინარია ჩემი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დღევანდელ ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული და წამყვანი პროფესია არის და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის განვითარებისთვის, როგორც ვეტერინარია მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როგორც ცხოველების უსაფრთხოებისთვის, ასევე ადამიანების უსაფრთხოებისთვის და ჯანმრთელობისთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.